ვარ თეკლეშარია 18 წლის წყალშემტომელი. ამჯერად მე ოსტატი ვარ და შემდეგში უფრო რომ განვითარდები, მე უფრო დიდი სტატუსი მექნება. 6 წლის ასაკში შემიყვანეს ცურვაზე. იქ ცანცარებდი, ვტუნავდი, ანუ ძალიან ცანცარა ბავშვი ვიყავი და პატარაობიდან. და დამინახა მწვრთნელმა, რომელიც იქაც ასწავლიდა ცურვას და აქ წყალშემტომას. და იქ მე მშობლებს უთხრა, რომ აი ეს და ეს ბავშვი მომიყვანეთ ამ და ამ ადგილას და იმის შემდეგ მომიყვანეს აქ. ცურვაც უკვე ნასწავლი მქონდა, ასე თუ ისე დავიწყე აქ სიარული და უკვე 11 წელია რაც ამ სპორტს მივყვები და არ დამინებებია თავი. აქ მეგობრები, აი ყველა აქ ყავს, ანუ მეორე ოჯახივით ვარ რა აქ. ცურვა აი ძალიან კარგად არ ვიცი, აი მალე ვიღლები მე პირადად. აქ როგორ არის იცით, ჩახტები და კიბემდე უნდა მიცურო და ამოდიხარ რა. დანარჩენი მარტო ტრამპლინზე გიწევს ხტომების გაკეთება და ანუ წყალში რო ჩავდივარ ზღვაზე და რაღაც რა თქმა უნდა მიყვარს იქიდანაც. მაგრამ გადმოხტომა უფრო მიყვარს, ვიდრე ცურვაზე არ ვიღებ. გადმოხტომა მირჩევნია. სკოლა დავამთავრე წელს, ჩავაბარე სპორტის უნივერსიტეტის სამწვრთნელოზე, ისევ ამ სპორტს მივყვები, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი არის. მიყვარს აი მე რო ვეღარ შევძლება სხვა უნაობას ცოტა რო გავიზრდებდი რაღაც, მინდა რომ პატარებსაც ვასწავლო იგივე საქმიანობა, რაც მე ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრება. ევროპის ჩემპიონატზე ვარ ნამყოფი, მე-6 ადგილზე ვარ გასული. პატარები ვიყავით ჩემ, მაგრამ დიდების საერთაშორისო ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე გავედით მე-6 ადგილას. საერთაშორისო ტურნირებზე, მსოფლიო ტურნირზე ვარ ნამყოფი, მსოფლიო ჩემპიონატზე. სამწუხაროდ იქ ვერ გავედით ისეთ ადგილზე, როგორც მომზადებული ვიყავით რაღაც დაბნევის გამო, ნერვიულობის გამო, მაგრამ ახლა ვემზადები და იმედია კარგად გამოვიდა ყველაფერი. და საქართველოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება დეკემბერში. ამ შეჯიბრის მიხედვით ნორმატივების შესრულების შემდეგ გადაწყვეტავენ ვინ წავა უცხოეთში და ვინ დარჩება საქართველოში. მე უკვე დიდებში გადავედი, პატარაობიდან დავყავართ შეჯიბრებზე, იმიტომ რომ გამოცდილება მიგვეღო და სრულწლოვანი რო გავხდებოდით, მე აღარ გვენერვიულა და უფრო ხამამად გამოსულიყავით შეჯიბრებზე და იმოქმედა სხვათა შორის ნაკლები ნერვიულობა, ნაკლები სტრესი და ყველაფერი კარგად მიდის ამჟამად. მინდა რომ ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვო, რა თქმა უნდა, მაგისთვის მომზადები. აი ყოველდღე მაგისთვის ვარჯიშობ თითქმის, აი პატარა შეჯიბრებებზე მედალი და რაღაცა აღარ არის საკმარისი. მინდა რომ უფრო მაღლა წავიდე, მით უმეტეს ოლიმპიადა არ არის პატარა თემა და მინდა რომ მოვხვდე ოლიმპიადაზე. თეკლეშარია არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. მომავალი წლიდან უკვე გადადის დიდებში, აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებში ირიცხებოდა. დიდებში გამოსვლის გამოცდილებაც აქვს, მაგრამ მომავალი წლიდან უკვე სავალდებულო ხდება რომ დიდებში გამოვიდეს. არის ძალიან კარგი სპორტსმენი, შრომის მოყვარე. მით უმეტეს ეს სპორტი რაღაც ძალიან უხდება, იმიტომ რომ ჰაერში ძალიან კარგად ჩანს მისი ხტომები და როგორც ყველა სპორტსმენის მიზანი ის არის რომ ოლიმპიადაზე მოხვდეს. ამიტომ 2 წელი არის ხა უკვე ოლიმპიადის სალიცენზიომდე და უკვე დავიწყეთ ვარჯიში ის რომ საბოლოო პროგრამა დააყენოს და ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე გამოვიდეს. მამა ჩემი არის აფხაზეთიდან, დედაჩემი სენაკელია. აფხაზეთში არ ვარ სამწუხაროდ ნამყოფი, თბილისში გავიზარდე მე. მამა ჩემისგან და ბებია ჩემისგან რომ ვიცი რომ ძალიან ლამაზია იქაურობა. ძალიან მინდა წავსვლა, იმედია ოდესმე მოვახერხებთ რომ ვესტუმროთ აფხაზეთს. და როგორც მიყვებიან ფოტოები აქვს რაღაც შემორჩენილი და აი რო ვუყურებ აი დიდი ეზოები, აი ცხენები რაღაცა აი ისე მომინდა რომ აი იქ რო ყოფილიყავი, ნეტა როგორი ცხოვრება მექნებოდა და აი არ აფხაზეთში რო ყოფილიყავი, ალბათ სრულიად სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა. არც ამ სპორტში ვიქნებოდი, სხვა ხალხთან ვიქნებოდი და აი ვერ ვიძახე. ზღვასთან და იმასთან ახლოს რო ვიქნებოდი, აი ძალიან კარგი ცხოვრება მექნებოდა მანდაც, იმიტომ რომ მამა ჩემი რო აქეთ წამოვიდა, საერთოდ არაფერი არ ქონდა და არაფრიდან გააკეთა ეს ყველაფერი, შექმნა ოჯახი, სახლი, ესა და იქ უკვე ყველაფერი რო ქონდა, უკვე სამსახური, სახლი, რაღაცა უფრო გაუმარტივდებოდა ალბათ ლევანის ცხოვრება, მაგრამ რაც საკეთებს ის საკმარისია ჩვენთვის.
აფხაზეთში რომ დავბრუნდეთ, ალბათ ვესტუმრები, რა თქმა უნდა. იქაურობას დავათვალიერებ ანუ სადაც მამაჩემი იზრდებოდა, სადაც ყველა იყო, მაგ ადგილებს დამათვალიერებინებდა, სადაც ცხოვრობდნენ. ყველას გისურვებთ, რომ მომავალ წელს, როცა იქნება ახლო პერიოდში, რომ გაერთიანებული საქართველო გვენახოს, აფხაზეთი, რა თქმა უნდა, საქართველოა და ერთად რომ ვიყოთ ყველა.